მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სპორტის დაფა, გუშინ ღამე უფრო დღეს დილით როგორც გნებავთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის ტურნირის ფინალი ითამაშა ამერიკელ რაიან ჰარისონს დაუპირისპირდა, იმ დროისათვის უფრო სწორად ტურნირის წინ 71 ადგილზე იყო მსოფლიო რეიტინგში ჰარისონი, ბასილაშვილი 67-ზე, სამწუხაროდ ნიკამ ვერ მოახერხა ფინალში გამარჯვება, დათმომანეს შეხვედრა. პირველ სეტში 6-1 წააგო, ხოლო მეორე სეტში კი 6-4, არადა ჰქონდა მას შანსები, აშკარად ბრეიკ პოინტებიც ჰქონდა, არც თუ ისე ცოტა საბოლოო ჯამში ვერ მოახერხა მან სამწუხაროდ გამარჯვება. არადა მისი პროგრესი ნათელია სოფიას ტურნირში, ანუ წინა ტურნირში იგი ნახევარფინალს თამაშობდა, ახლა კი ფინალშიც გავიდა. და საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ორივე ტურნირიდან, სოფიას ტურნირიდანაც და მემფისის ტურნირიდანაც მან პირველი ნომრები გამოაგდო, ესენი გახდნენ ტიმი და ივო კარლოვიჩი. ბასილაშვილი აღნიშნული თამაშის შემდეგ, ტურნირის შემდეგ, უფრო სწორად 53 ადგილზე გადავიდა, სამწუხაროდ მან ვერ შეაღწია 50-ეულში, ხოლო ჰარისონი კი 50-ეულში შევიდა და ზოგადად ეს მისთვის პირველი ამ დონის გამარჯვება გახლავთ. ახლა კი გადავიდეთ გადაცემის მთავარ სასაუბრო თემაზე, რომელიც NBA-ის All-Star-ია და ჩვენი სტუმარი, რა თქმა უნდა, გიორგი ზურაბიშვილი იქნება აბა All-Star-ზე, სხვასთან ვისთან ვილაპარაკებდით. მადლობა გიორგი, რომ ჩვენთან ერთად ხართ. პირიქით მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ არა უშუალოდ მატჩზე, არამედ მანამდე გამართულ, ასე ვთქვათ, სამქულიანების და მერე უკვე დანქების ჩატარების იმაზე კონკურსზე, სამქულიანებზე დავიწყოთ, რა თქმა უნდა. კი, ჩატარდა All-Star-ი ნიუ-ორლეანში, მართლაც ესეთი საინტერესო არის ყოველთვის ეს ღონისძიება, თუმცა წელს მე ვერ ვიტყვი, რაღაც განსაკუთრებული All-Star-ი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი რეკორდი დამყარდა, მაინც სანახაობრივი თვალსაზრისით ვერ იყო ჩამიაზრეთ იმდენად კარგი და სხვა შორის სამქულიანები იყო ყველაზე საინტერესო. საბოლოოდ სწორედ ასე გამოდგა, რომ სამქულიანები ყველაზე საინტერესო გამოვიდა. ერი გორდონი გახდა გამარჯვებული სამქულიანების კონკურსის, პირველი არის ეს ისტორიაში, როდესაც ჰიუსტონ როკეტსის კალათბურთელმა მოახერხა ამ კონკურსის მოგება და ძალიან საინტერესოსით დაძაბული ორთაბრძოლა გამოვიდა კაირი ირვინგთან, დამატებითი რაუნდიც კი გახდა საჭირო და ბოლო მონაკვეთი იყო ძალიან საინტერესო. ცუდად დაიწყო თავიდან ერი გორდონმა, გააფუჭა რამდენიმე სამიანი აქ ჯერ მე მგონი ირვინგის როლებს ხედავთ, კი. და მერე აკრიფა, ბოლოსკენ აკრიფა, ბოლო 12-დან 11 ბურთი ჩააგდო გორდონმა და მოიგო საბოლოოდ ეს კონკურსი, თუმცა ნახეთ ხედავთ კაირიმსაც ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა ზოგადად ამ პირველ წრეში თითქმის ყველა მსროლელი კარგად გამოიყურებოდა კემბა ვოკერიც მშვენივრად ესროდა თუმცა საბოლოოდ კაირი და გორდონი გადავიდნენ ფინალში და ძალიან დაძაბული ფინალი გამოვიდა ხედავთ თუდად დაიწყებს გორდონი მაგრამ შემდეგ მოუმატებს და საბოლოოდ 1-2-3 აცილა და აი ზოგადად მე არ მომწონს რომ შეიცვალა ეს კონკურსიც ადრე მოგეხსენებათ იყო ჩვეულებრივად როგორც დგას 4 სასროლი ბურთი ერთქულიანი და შემდეგ ბოლო ეგრეთ წოდებული მანიბოლ ორქულიანი ბურთი და რატომღაც შეცვალეს წესები და უკვე მოთამაშე ერთ-ერთ წერტილზე ირჩევს ისეთ ბურთებს რომელიც სულ ყველა ორქულიანი არის და გაცილებით მეტი ქულა გროვდება საბოლოოდ არა და ანუ მისთვის ყველაზე კომფორტულ ადგილას ირჩევს ორქულიან ბურთებს არა და მანამდე იყო მაქსიმუმი 30 ქულა წინა წესებით მაგრამ ახლა წელს და წინა წლებშიც გაცილებით გაიზარდა და ჩემი აზრით ცოტა ნაკლებად საინტერესო გახდა უფრო გამართლებაზეც არის თუ გაგემართლებს და იმ მონაკვეთში ესვრი კარგად უფრო დიდი შანსი გაქვს მოგების. ანუ ზოგადად შეიძლება მეტი ბურთი ჩააგდოს კალათბურთელმა და მეორე მაინც მოიგოს, იმიტომ რომ იმ პოზიციიდან ჩაყაროს, სადაც ორქულას იღებს თითო სროლაში. კი, და აი ხედავთ ერი გორდონი საბოლოოდ გამარჯვებულია ამ კონკურსის. ყველაზე საინტერესო სწორედ ეს კონკურსი გამოვიდა, რადგან იგივე ჩატარების კონკურსთან ჩემი აზრით ვერ გაამართლა ნამდვილად. შარშანდლის შემდეგ უკვე ძალიან ძნელი იყო, რომ თქვა ამაზე უკეთესი გამოსულიყო, მაგრამ უბრალოდ ამაზე უკეთესიც არა, საერთოდ ვერც ერთ კონკურსთან შედარებით ვერ გაამართლა, მინდა ვთქვა, ცოტა იმედგაცრუებული ვარ. ზოგადად არ მიყვარს, როდესაც მაღალ კალათბურთელებს ეძახიან ჩატარების კონკურსში. ხე დიანდრე ჯორდანს შემიაზრეთ, კი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზად ტენის ხშირ შემთხვევაში თამაშის დროს აი ეს იყო მე მგონი ყველაზე კარგი ჩატენვა გლენ რობინსონი, რომელიც საბოლოოდ გამოდგა კიდეც გამარჯვებული ამ კონკურსის. არონ გორდონისგან მეცველოდი ნამდვილად, რადგან წინა წელს საუკეთესო ჩატენვა ჩემი აზრით სწორედ მას ჰქონდა, თუმცა ზეკლევინმა ისეთი რაღაცეები გააკეთა ზედიზედ 2 წელი, რომ მაინც ვერ მოიგო გორდონმა. თუმცა წელსაც ვერ მოახერხა გორდონმა გამარჯვება და ზეკლევინზეც ბევრი დაიწერა, ბევრი ამბობს, რომ ტრავმა ჰქონდა და ამიტომ არ გამოვიდა. არა, მან შარშანვე თქვა, რომ აღარ მიიღებდა ამ კონკურსში მონაწილეობას, ამიტომ სულ რომ კარგ ფორმაში ყოფილიყო, მაინც არ იქნებოდა წელს იგი. კი, ტრავმაც მიიღო ზეკლევინმა, ეს მართლა ძალიან კარგი ჩატენვა, ხედავთ ულამაზესი.
ზეკლევინმა ხო ისედაც არაპირებდა მონაწილეობის მიღებას, თუმცა შარშანი იმდენად კარგი იყო ეს კონკურსი, რომ წლევანდელი ეს ჩატენვები იმასთან შედარებით ნამდვილად რა თქმა უნდა შედარებით სუსტი იყო და ხედავთ ესეც კარგი დანქია, თუმცა იგივე შარშანი გორდონი დაახლოებით ასეთივე ჩატენვა გააკეთა, ოღონდ გაცილებით უფრო ეფექტური და რთული. უფრო შოუს ელემენტებზე იყო აქცენტი, რამდენიმე ადამიანს გადაახტენ, შემდეგ ერთი დაჯდა მეორე თავზე დაადგა, ხამს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ეპიზოდში პირველს და ყველაზე მაღალს რომ გადაახტები, მე უკვე თანაჩემებს დიდად აღარ აქვს მნიშვნელობა ნამდვილად. იმაზეც გადავიდეთ უშუალოდ მატჩზე, რა თქმა უნდა, დევისის 52 ქულა რეკორდია, თუმცა სანამ დევისზე ვისაუბრებთ, ისე ვთქვათ, რომ Westbrooks და ერთად მოუწიათ კიდევ ერთხელ თამაში Durants და Westbrooks. საკმაოდ კარგადაც არიან შეთამაშებული ჯერ კიდევ. კი, არა, რა თქმა უნდა, Westbrook ისევ ცდილობდა, რომ მე-13 ზედიზედ გამختارიყო MVP. გიჟევით იყო 51 ქულა დააგროვა, თუმცა აჯობა მაინც ენტონი დევისი ხე ნიუ ორლეანში ტარდებოდა მაინც ეს ოლ-სტარი და განსაკუთრებით მონდომებული იყო დევისი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხრივაც მე ზოგადად არ მომწონს ეს ტენდენცია ბოლო პერიოდში დამყარდა რეკორდი ქულების თვალსაზრისით 72 ქულა. ძალიან ბევრი ქულა ჩავარდა და ერთი შეხედვით შეიძლება კარგი იყოს და გეგონოს, რომ ახლა ბევრი ქულა ვარდება, თამაშიც საინტერესოა, მაგრამ მე პირიქით გონია, ადრე გაცილებით უფრო ინტენსიურ დაცვას თამაშობდნენ ხოლმე და უფრო ცდილობდნენ რეალურად მოგებას გუნდები და დღეს უბრალოდ რაღაც გაცილებით უფრო გაიხსნა თამაში, უამრავ სამქულიანს ესწრიან პირდაპირ და არ ვიცი, მე ზოგადად არ მომწონს ბოლო პერიოდში როგორც ვითარდება ეს ოლ-სტარის პირველ მეოთხედში 90 ქულა იყო უკვე ორივე გუნდის მხრიდან ჩაყრილი, ესეც ბევრ რამეზე მეტყველს. პრაქტიკულად საერთოდ არ ისედაც ადრეც ესე იყო ტენდენცია, რომ დაცვაში ისე მაგრად არ თამაშობდნენ როგორც ვთქვათ რეგულარული სეზონის მატჩებში, თუმცა გაცილებით უკეთეს დაცვას ბევრად უფრო ინტენსიური იყო, რა თქმა უნდა, მატჩები მაინც. აი ესეთი თამაში დიდწილად იყო ხოლმე, როდესაც პირველ წლიანი და მეორე წლიანები ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, ან უფრო გახსნილი ისეთი კალათბურთი, რაც არ იყო ხოლმე ხა დიდად სანახაობრივი მთავარი თამაში ყოველთვის უფრო გამოირჩეოდა. მახსოვს ხარ როდესაც ჯორდანი ასრულებდა თავის კარიერას, თავის ბოლო ოლ-სტარი, ეს იყო რაღაც საოცარი მატჩი, როდესაც ჯორდანმა გადამწყვეტი ბურთით ჩააგდო, თუმცა შემდეგ ჯერმეინ ონილი დაჯარიმდა კოლ ბრაიანს და იქ ოვერტაიმში გადავეთა. მოკლედ თან ვისით დაძაბული თამაშები იყო, ცდილობდნენ აშკარად გუნდები რომ მოგებაზე ეთამაშათ და დღეს უფრო ნაკლებად მეოთხეში თუ ვთქვა თანაბარია ხოლმე ანგარიში, მერე ბოლოს ცოტა ძაბავენ, მაგრამ მანამდე ზედმეტად გახსნილად თამაშობენ და საბოლოოდ ეს კარგი არ არის. მიხედავთ Westbrooks Durants სამაგიდублი ქონდა, ხო, ნუ არც მივიდა საერთოდ 10 დასროლა. არც მივიდა და Westbrook-იც ორიენტირებულია, რომ უბრალოდ ქულები მოაგროვოს, ისე არც უბრალოდ მარტივად სამიანი, ან ასეთ თამაში რა თქმა უნდა ისე სანახაობრივი არ არის. მოკლედ ზაზარო ყოფილიყო ოლ-სტარში და გაიქნებოდა ჩვენთვის, იმიტომ რომ ამ ბევრად კარგიც და ბევრად საინტერესოც რა თქმა უნდა. LeBron James-ს თქვათ 1-2 თქვა, იმიტომ რომ პირველი მოთამაშე გახდა 22 ქულა ქონდა, თქვათ ხვების მსგავსად შედეგიანი არ იყო, თუმცა პირველი მოთამაშე გახდა, რომელიც 300 ქულას მიაღწია და ესეც რა საოცარი შედეგია რა თქმა უნდა. კი, ეს მეტყველებს სტაბილურობაზე პირველ რიგში და იმაზე რომ LeBron-მა ახალგაზრდული ასაკიდანვე დაიწყო ოლ-სტარში თამაში, ეგრევე მოხდა ოლ-სტარში და მუდმივად ხე James-ია. რა უნდა ვთქვათ, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გაზრდის იგი, არაერთი სეზონი მოუწევს კიდევ ოლ-სტარში თამაში და კიდევ უფრო გაზრდის იგი თავის მონაგარს ყველა ვარსკვლავის კონკურსში. ნუ დევისზე და ნიუ ორლეანზე კიდე ერთი სიახლე გვაქვს, კაზინსი გადავიდა დრაფტ, ეხლა აიყვანეს. მნიშვნელოვანი სიახლე არის ეს, არ ვიცი. მე ძალიან არ მოველოდი, მართალი გითხრათ ამას, რადგან ნუ კი დივაცი არის გენერალური მენეჯერი საკრამენტოსი, იგი ამბობდა რომ ანუ არ ვაპირებთ კაზინსის გაშვებას და ზოგადად მე ვფიქრობ რომ ასეთი ტალანტის მქონე კალათბურთელი გუნდან არ უნდა გაუშვა. თუმცა რაღაც ყოველთვის უთანხმოება ქონდა ხოლმე კაზინს იგივე წინა მენეჯმენტთან, ჯორჯ კალი ოდესაც იყო მთავარი მწვრთნელი, კარგად რაღაც ვერ შეთანხმდნენ და შემდეგაც ნუ ფაქტია რომ ეს ნიუ ორლეანისთვის არის ძალიან კარგი თუ არ აურევს სიტუაციას კაზინსი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ასე არ უნდა მოხდეს და აი ხოლმე სწორედ ნიუ ორლეანი და საკრამენტო ერთმანეთს ებრძვიან საპლეიოფ ზონაში მოსახვედრად და ეს ტრეიდი თუ მოხდა, ეს ბოლომდე ჯერ არ არის მისული, თუმცა ყველა წყარო იტყობინება რომ დიდი ალბათობით ესეც იქნება. ხო შეიძლება ომრი კასპიც გადადის ნიუ ორლეანში კაზინსთან ერთად, ტაირიკ ევანსი და რამდენიმე კალათბურთელი გადავლენ საკრამენტოში, ასევე დრაფტ პიკებთან ერთად, მოკლედ ძალიან ძლიერდება ნიუ ორლეანი და კაზინსი ენტონი დევისის წყვილი წინახასში, მე მგონი საუკეთესო წყვილი იქნება NBA-ში, ორი სუპერვარსკვლავი და ორი საუკეთესო კალათბურთელი თავის პოზიციაზე, ძალიან სერიოზული გუნდი იქნება. ნამდვილად ისედაც არ არის ურიგო გუნდი ნიუ ორლეანი და კიდევ უფრო ძლიერდება. ნუ ზოგადად მაგაზეც რომ ვისაუბროთ, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში არის თუ არა ის ტენდენცია, რომ ერთ გუნდში გადადის ბევრი ვარსკვლავი, იგივე Golden State Warriors-ი ვიცით, ჩვენ სადაც ნუ ნათელი არის. მე ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით უფრო ნაკლები პრობლემაა NBA-ში, ვიდრე იგივე ფეხბურთში და სხვა სპორტ სახეობებში, რადგან აქ მაინც არეგულირებს ლიგა
იდგა იმ ხრივ რომ არის სახელფასო ჭერი, რაღაცა ლიმიტი, რის მერეც ანუ უბრალოდ შეუძლებელია რომ დაიმატო მოთამაშეები. რა თქმა უნდა, ეხა ამას ვერავინ ვერ შეუშლის ხელს, ძირითადად ეს ვეტერანებს ეხებათ, ძალიან ხშირად ვეტერანები უარს ამბობენ დიდ ხელფასზე და პატარა ხელფასად გადადიან ისეთ გუნდში, სადაც აქვთ იმის შანსი რომ საჩემპიონო ბეჭედი მოიგონ, იგივე ხა Golden State-ის მაგალითზე, არავის არ ეგონა თუ დურანტის დამატების მერე ზაზას და დევიდ ვესტსაც დაიმატებდა Golden State. ანუ ეს დეტალები საბოლოოდ ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუმცა აი ხა კაზენსი გაზდის მას კონტრაქტი და ახალი კონტრაქტის გაფორმება მოუწევს New Orleans. რამდენად შეძლებს ამას, ეს ჩემთვის საინტერესოა. წესით გონიათ რომ შეძლებენ წინაგულ შემთხვევაში ესე არ აიყვანდნენ კაზენს. მაგრამ ალბათ კაზენსაც მოუწევს რაღაც დათმობებზე წასვლა და რაღაც თანხაზე უარის თქმა სავარაუდოდ. All-Stars-საც მიუბრუნდე და ანტეტეკუმპოძეც თქვათ, მე მგონი ყველაზე ეფექტური იყო, ანუ ჩატენოებით თვითონ თამაშიდან ყველაზე ეფექტური მე მგონი სწორედ ეს კალათბურთელი გახდა. კი, გიანისი არის მართლა ჩემი ჯილა არის, ძალიან გულშემატკივრობ ამ მოთამაშეს, თავიდანვე როგორც კი მოვიდა NBA-ში, ნუ აშკარა იყო ის ნიჭი და ტალანტი, რაც აქვს ამ კალათბურთელს, ძალიან ათლეტურია, არ ვიცი, მე ასეთი ათლეტური კალათბურთელი მართლა არ მინახავს, არა მხოლოდ ფიზიკური სიძლიერით, ძალიან გრძელი კიდურები აქვს, ხელები, გრძელი ფეხები და უათლეტურესი მოთამაშეა. მინუსი რაც ჰქონდა წინა წლებში, რომ ცუდად ესროდა, იგივე პერიმეტრიდან ორქულებზეც ცუდად ესროდა და ზოგადად მოძრაობების თვალსაზრისით, მაგრამ წელს აქვს უდიდესი პროგრესი მართლაც და ეფექტურობაზე აღარაფერს ვამბობთ, ყველაზე ეფექტური მოთამაშე არის, ერთი სიამონება ამის ყურება, თუმცა დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გაიზრდება და ერთ-ერთი სუპერ ვარსკვლავი იქნება დარწმუნებული ვარ NBA-ში. ძალიან დიდი მადლობა გიორგი სტუმრობისათვის და საინტერესო საუბრისათვის. ერიკით მადლობა მოწვევისთვის კიდევ. ანუ ზოგადად ძალიან კარგი თემა არის All-Star-ი ყოველთვის ასაუბროთ, როგორიც არ უნდა გამოვიდეს ის. აბარა. ჩვენ კი ნელ-ნელა შეგვიძლია უკვე სოციალური ქსელის მიმოხილვაში ჩავერთოთ. პირველ რიგში კი ვისაუბრებთ რა თქმა უნდა ზლატანზე, რომელმაც გუშინ მორიგი გოლი გაიტანა პოგბას პასით და ასეთი ამბავია, ასე არის დასათაურებული Bleacher Report-ის მიერ დადებული პოსტი, რომ ასაკი არის მხოლოდ ციფრი, ასე ვთქვათ, წელს 36 თამაში 24 გოლი აქვს გატანილი. იბრას და 7 საგოლე გადაცემა საოცარი შედეგია ეს მართლაც და 4 გოლი 4 დღეში, ესეც ასევე ჰეტრიკი შეასრულა მან პრემიერ ლიგაში და გუშინ ბლეკბერნს კიდევ ერთი გოლი გაუტანა FA ინგლისის თასზე. სხვათა შორის პოგბას წელს აქვს 5 საგოლე გადაცემა გაკეთებული და 5-ვე მისი საგოლე გადაცემა დასრულდა ზლატანის გოლით. საოცარ ფორმაშია მოკლედ იბრაჰიმოვიჩი და საოცარი არის ეს მისი ასაკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. სოციალურ ქსელში ასევე, რა თქმა უნდა, NBA-დანაც გვაქვს და რაც მე ვახსენე გიორგისთან საუბრისას, ეს არის დურანტის და ვესტბრუკის შეთამაშება, შეგვიძლია ვიხილოთ ეს მომენტი. ჩვენიერი პასი და ვესტბრუკის ჩატენვა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფრანჩიზების, სხვადასხვა გუნდების ინტერესებს იცავენ, წელს ეს ორი კალათბურთელი მაინც ახსოვთ თუ როგორ უნდა ითამაშონ ერთმანეთთან. და ზაზაფაჩულიამ დადო ძალიან საინტერესო ვიდეო, უფრო სწორად გააზიარა ძალიან საინტერესო ვიდეო. გულშემატკივარი Golden State Warriors-ის ცეკვავს და გრინი მას ყვება. ეს ზაზაფაჩულიას Twitter-ზე შეგიძლიათ იხილოთ და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რა თქმა უნდა გადაცემის შემდეგ ამ ბმულებს დავდებთ აუცილებლად ჩვენს Facebook გვერდზე. გარდაიცვალა ვიკერმანი, ავსტრალიელი მორაგბე, ამ ბოლო დროს ბევრი ასეთი სიახლეა სამწუხაროდ, რომელმაც 2011 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშა ნახევარფინალში ახალ ზელანდიასთან გამოვარდა მაშინ ავსტრალია. მეტ გიტო ავსტრალიელმა ვარსკვლავმა დაწერა, რომ საშინელი ამბავია ეს და სრულიად მოულოდნელი და მისი საუკეთესო დამცველი იყო, ასე ვთქვათ, მოედანზე ვიკერმანი. და ასევე შეგვიძლია ვიხილოთ ზერაგბი. ძალიან მალე დაიწყება უკვე ერთ კვირაში პრაქტიკულად და რა თქმა უნდა მანამდე მატჩები არის Highlanders-ის და Waratahs-ის დაპირისპირებაში ლიმას ოპოანგას ფეხით გაკეთებული გადაცემა ვნახოთ და შემდეგ ვაისაკო ნაჰოლოს მიერ დადებული ლელო თითქოს ხელით აპირებდა გადაცემის გაკეთებას, თუმცა საბოლოო ჯამში ფეხით მშვენიერი პასი გამოუვიდა. ანუ ბოლოს რა თქმა უნდა დღის კადრი უნდა დაგიტოვოთ აუცილებლად. რუსთავის თავარი მწვრთნელი რამაზ გოგობერიშვილი როგორ ასრულებს სამქულიანს და შემდეგ რა ხდება დარბაზში ვიხილოთ, მე კი ხვალამდე დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.